აქ არის ყველაზე მნიშვნელოვანი ის, რომ იმისათვის რომ შენ გამოიყენო ღვთისგან ბოძებული უფლება, პრივილეგია, ეს უნარი ეშმაკთა ბრძოლის, ამისათვის შენ უნდა განსაკუთრებული შენი მხრიდან შრომა გასწიო. და მთავარი შრომა ეს არის მარხვა და ლოცვა. და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს მარხვის დროს ყოველდღიურა ღვთისმშობლის მიძინების დღესასწაულის წინ მარიამობის მარხვაში გვახსენებს კიდევ ერთხელ ქრისტეს ეკლესია ჩვენ ამას. მარხვა და ლოცვა. ორივე მარხვა და ლოცვა ერთად არის უმთავრესი პირობა იმისა, რომ ქრისტიანს შეეძლოს ღვთისნების გატარება საკუთარ თავში. აუცილებლად აქ ლაპარაკია უპირველეს ყოვლისა პირად მარხვაზე და პირად ლოცვაზე. და მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ შეიძლება ეშმაკები ვერ გავასხათ და თითქოს ამას ვერ ვახერხებთ, მიუხედავად ამისა და კიდევ მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი მარხვა ძალიან სუსტია, ლოცვაც ძალიან სუსტია, მიუხედავად ამისა, ძალა მარხვისა და ლოცვის სწორედ ამაში, რომ არ უნდა მივატოვოთ მარხვა და ლოცვა. და უნდა გავაძლიეროთ, სულ იმაზე უნდა ვფიქრობდეთ, რა დავამატოთ, როგორ უფრო მკაცრად ვიმარხულოთ, რა თქმა უნდა, მოძღვრის ლოცვა გულისხმობთ. და ლოცვები, პირად ლოცვებს უნდა მივაქციოთ ყურადღება. და ნახეთ, დასკვნა როგორია დღევანდელი სახარება. რომ თუ ჩვენ ვერ შევძლებთ ეშმაკების განსხმას, ამას არ აუშვებს. თავარია ჩვენში არ შემოვიდეს ეშმაკი. ის შემოდის, ის ყოველთვის შემოდის ადამიანში, სხვადასხვა სახით. და ის, ვინც პატიოსნად, ერთგულად ასრულებს აი ამ კანონს მარხვისა და ლოცვის, ის არის დაცული. შეიძლება ადამიანში შემოვიდეს ეშმაკი და ეს ვერ შეამჩნიოს ადამიანმა, დიდხანს იყოს ესე ჩასაფრებული და ბოლოს რაღაც დროს იჩინოს თავი. ამიტომ ჩვენი შრომა ეს არის მარხვა და ლოცვა. აი ამის შესახებ არის სახარების დღევანდელი აზრი. რომ ნათესავი ესე ბოროტი განვალს განახოლო მარხვისა და ლოცვის. ვერაფრით ვერ გავა სხვანაირად. და თუ ჩვენ გვინდა რომ ჩვენში არ ბუდობდეს ეშმაკი კი არა, ეშმაკები უამრავი სხვადასხვანაირი. თუ ჩვენ გვინდა რომ დაცული ვიყოთ, აი ჩვენ უნდა მივაქციოთ ყურადღება ჩვენს პირად მარხვას და პირად ლოცვას. აი ეს არის სახარების ამ ადგილის ერთ-ერთი განმარტება, იმიტომ რომ როგორც მოგახსენეთ, ძალიან ფართო სპექტრის მქონე არის ეს, რაც მოხდა ფერისვალების მთიდან იესოს და მისი მოწაფეების ჩამოსვლის შემდეგ. ჩვენთან არს ღმერთი. არს და